იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა ჩვენ თამაშობენ ევროპაში, ძალიან ხშირად დაურეკეთ და უთქვათ, რომ აუ აქ ან აზრზე არ არიან, დაუშვათ მწყალებში რა, ან არ გვაქცევენ ყურადღებას. ისიც უნდა დაამატოს ახალს და გვარს არ დავასახე. აი, რა თქმა უნდა დამალო ახლა გიორგი ქვილთაიაზე აქვს საუბარი. ბიჭო, მე მგონი მაგარი დამერხარ. ყველაზე ხშირად რა ტრაუმას იღებენ სპორტსმენები? ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი მინახავს, რომელიც აი უკვე დიდასახში, დიდ გუნდში რომ მოდის, ფაქტიურად სამ გადაბმულ თამაშს ვერ ვათამაშებთ, იმიტომ რომ იგივე წელის პრობლემა, იგივე სხვადასხვა ტრამვები, იგივე სიმფიზის პრობლემა და ასე შემდეგ. არ ემთხვევა ერთმანეთს ექიმის რეკომენდაცია და მშობლების გადაწყვეტილება. 3-4 ძირითადი კომპონენტია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ არა მარტო ბავშვმა, არამედ სპორტსმენმა სრულფასოვანი აღდგენა მოხდეს. ეს არის პირველ რიგში ძილი, სწორი კვება და სწორი უნარჩვევები, ის დღის რეჟიმი, რაც გადანაწილებული არის. ახმაურებული შემთხვევა იყო გერმანიაში, როდესაც აფთიაქში და სუპერმარკეტში იყიდა C ვიტამინი. იყიდა C ვიტამინი და ნუ შეიცავდა ეფედრინს მე, რომელზეც არ ეწერა და დათო. ერთი კითხვა. რა ეკრძალებათ ფეხბურთელებს? ოი, მოგესალმებით მაყურებლებო. დღეიდან ვიწყებთ ჩვენს პოდკასტს, სახელად ორი ექიმის პოდკასტი, რომლის წამყვანები გახლავართ ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბატონ დავით ზაქრაძე, თქვენი მონამორჩილი მერაბ ვარზუკაშვილი, ასევე ორთოპედ-ტრავმატოლოგი. ძალიან ბევრ საკითხებს შევეხებით ჩვენს პოდკასტში, რომელიც ზოგადად მოიცავს როგორც მედიცინის საკითხებს, ასევე მედიცინაში დასაქმებული მრავალი სამედიცინო პერსონალის პირად გამოცდილებას, რომელსაც გაგვიზიარებენ ჩვენ და ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ აქტუალურ საკითხებს შევეხებით, რომელიც მუდმივად გამოადგება ჩვენს მაყურებელს, არა მარტო ასე ვთქვათ, სამედიცინო პერსონალს თვითონ, არამედ ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს. მოგესალმებით, დღეს ჩვენთან სტუმრად არის უდიდესი ექიმი, ჩვენი კარგი მეგობარი, ფაქტიურად ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და მიხარია დავით, რომ შენ დღეს ჩვენთან ერთად ხარ, ჩვენს გვერდით ხარ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს გვერდით არის CT Physio რეაბილიტაციის ცენტრი, ლიუბლიანას 30-ში მდებარე, საკმაოდ კარგი, თანამედროვე და მადლობა CT Physio-ს გვერდში დგომისთვის. დავითს წარდგენა მე მგონი არ ჭირდება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ვინ არის, ის არის სპორტული ექიმი, საქართველოს ნაკრების ექიმი, თბილისის დინამოს მთავარი ექიმი და კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ პირადად იმისათვის, რომ ამ პოდკასტის ასე ვთქვათ, პირველი სტუმარი მე ვარ, დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის, ცოტა გადაჭარბებული იყო უდიდესი ექიმი, თიკუნი, ასე ვთქვათ, რაც მე მომანიჭეთ, მაგრამ ნუ მივიღებ ამ კომპლიმენტს და რავი, შევეცდები, რომ ძალიან საინტერესო, რამოდენიმე საათი რაც იქნება, ძალიან საინტერესო და ძალიან საჭიროებო თემებს შევეხოთ, რაც ეხება ჩვენ პროფესიას და ჩვენ. მე აქვე დავამატებ ერთს, ბატონ დავითის თავდაბლობა ზოგადად ცნობილი არის, თუმცა 2024 წლის საუკეთესო სპორტული ექიმი გახდა ბატონი დავითი. ზოგადად საქართველოს ნაკრების სამედიცინო სტაფი მთლიანად, რომელმაც მართლა ეს ისტორიული მიღწევა, ასე ვთქვათ, მიღწევის მონაწილე გახადა მთელი საქართველო, ასე რომ არ არის ეს ზედმეტი სიტყვები, თუმცა აქამდე ძალიან დიდი გზა იყო გასავლელი, რომელიც ნამდვილად ესე დიდი შრომითა და თავდადებით იქნა თქვენს მიერ ეს ყველაფერი. უდიდესი მადლობა. ბატონ დავით, მოდი ასეთი მწყალებში ბატონო თეყონ პირდაპირ დავითით გადავალთ. დავით, შენი გადმოსახედიდან ამდენი წელიწადია, 20 წელიწადზე მეტია უკვე ქართულ სპორტში ხარ დასაქმებული, კორიზოთ ფეხბურთში. შენი გადმოსახედიდან სად არის ზოგადად ესე ზოგადად თემის სახით რომ მივიხილოთ ქართული ფეხბურთი, სად როდესაც შენ მოხვედი როგორც სამედიცინო პერსონალი სპორტში და სად არის ახლა. და ამასთანავე როგორ მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, ამ სამედიცინო სფეროს განვითარება თვითონ უშუალოდ ფეხბურთის განვითარებასთან ერთად. შედეგი ფაქტია გვაქვს. ხო, კი ბატონო, მოგახსენებთ დიდი სიამოვნებით, დაახლოებით ეროვნულ ნაკრებში მე ვარ დაახლოებით 2018 წლიდან, დაახლოებით მანამდე 2004-დან ვარ ზოგადად ფეხბურთში და მანამდე მერაბი იყო წონითი კატეგორიაში, იცვალა და დატოვა ეს თანამდებობა. 2018-ში მერაბი იყო, მე ასისტენტი ვიყავი და მე მერაბი
ხო და როგორც UFC-ში არის დატოვა წონითი კატეგორია და და კამარი დაგიტოვა მე დავიცავი მე ხო მე დაიცავი კი სხვათა შორის ხო და მოკლედ განსხვავება და პროგრესისა თვალსაჩინოა და ძალიან დიდია და პროგრესის თვალსაჩინოა განამარტო იმ ფეხბურთის კუთხით თვალსაჩინოა ყველა სხვა კუთხით მათ შორის ისეთი კუთხით ჩვენ როგორც არის სამედიცინო სფერო როგორც არის ზოგადად კლუბების ინფრასტრუქტურა, ზოგადად პერსონალი, იმიტომ რომ მე მაგალითად მახსოვს, როდესაც პირველად მივედი კლუბში, ელემენტარული ეკიპირებაც არ იყო. ეკიპირებაც არ იყო და ფეხბურთელები გადაობდნენ ერთ სიტყვით ვთქვათ, ერთ მწვრთნელსო რაღაც რომელიღაცა ლევერკუზენის ფორმაციაო, მეორე მწვრთნელსო რაღაც კაპიშონიანი ზედაო, ანუ ერთ ჩვეულებრივი ეკიპირება არ იყო. არ არის ლაპარაკი ხა კვებაზე, ნუტრიციაზე და სამედიცინოზე თავისთავად. განსაკუთრებით ეს პრობლემა იგრძნობოდა რა თქმა უნდა კლუბებში. აი ეს პროგრესი რაც ახლა გვაქვს და ზუსტად ეს შედეგი ზუსტად მოიტანა გარკვეულწილად ამანაც რომ ამ კუთხით მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და გამოსწორდა და ეხლა თითოეულ კლუბს, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, დალხენილი არავინ არ არის და უამრავი პრობლემაა კიდე დარჩენილი და იმ ტოპ კლუბებამდე რომ მივიდეთ, რაც ევროპაშია და ევროპის დონემდე, მაგრამ პროგრესი არის თვალსაჩინო და შესამჩნევი იმ კუთხით, რომ აი ყველა კუთხით რაც მე ჩამოთვალე, გაუმჯობესებულია სიტუაცია. განსაკუთრებით მინდა ვთქვათ, რომ სამედიცინო კუთხით. სამედიცინო კუთხით იმ თვალსაზრისით, რომ ყველა კლუბს, ასე ვთქვათ, ფედერაციიდან მოთხოვნა აქვს, რომ ყავდეს ლიცენზირებული ექიმი, სრულფასოვანი სამედიცინო სტაფი და ის მინიმალური ეკიპირება, რომელიც და ხელსაწყოები დაუშვათ სამედიცინო აპარატურა, რომელიც საჭიროა. თუმცა ამ კუთხით პრობლემები რჩება, არა დასამალი არ არის, ამ კუთხით პრობლემები რჩება, მაგრამ ნელ-ნელა ნაბიჯ მივიწევთ იმისაკენ, რომ ასე ვთქვათ, ეს დონე ავწიოთ რაც შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა, ზოგადად სპორტის განვითარების პარალელურად ვითარდება სპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა დარგები, ეს არის თვითონ მედიცინის მიმართულება, ფიზიკური მომზადება, როგორც სწორად აღნიშნე, ნუტრიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორც საკვები დანამატებია, სწორი კვება და ეს ყველაფერი არის რაღაც ერთგვარი კომპლექსი. მე მინდა ერთი, ასე ვთქვათ, საინტერესო რაღაც ფაქტი აღვნიშნო, რომ როდესაც აი მაგ პერიოდში ერთი წლით ადრე ზუსტად შენ მოხვიდოდი ფეხბურთის ფედერაციაში, თვითონ ეროვნულ ნაკრებში უშუალოდ შენც მონაწილე ხარ უშუალო პროცესების, ექიმების განათლებაში, ხას უსვამე მე ამას სპორტში, ფეხბურთში დასაქმებული ექიმების განათლებაში, საკმაოდ ისეთი დიდი პროექტი ხორციელდება UEFA-ს და ფეხბურთის ფედერაციის მიერ, ეს ერთობლივი პროექტი არის, რომელიც სრულიად მნიშვნელობით, ასე ვთქვათ, UEFA-ს მოთხოვნა არის და ადაპტირებული არის ქართულ რეალობასთან, იმისთვის რომ სამეტაპიანი პროგრამა არის და იმისთვის რომ ეს სამივე ეტაპი ნელ-ნელა უკვე ასე ვთქვათ დაინერგოს ჰეტრიკი პროგრამის ასე ვთქვათ მეშვეობით სამ ეტაპად განაწილებული არის და ეს პირველი ეტაპი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და მოიცავს გადაუდებელ დახმარების ცოდნას უშუალოდ საფეხბურთო პრაქტიკაში, კი ბატონო, საკმაოდ წარმატებით ხორციელდება და პირველი პროექტი, როდესაც ჩატარდა, პირველად იმდენად წარმატებული იყო, რომ თვითონ უშუალოდ UEFA-ს ვებგვერდზეც კი იქნა ამაზე, ასე ვთქვათ, სტატია მიზნული და ხაზგასმული, კი, სხვათა შორის ბატონი დავითის ფოტოც იყო მანდ და ეს ყველაფერი დაკავშირებული არის აი ამ პროგრესთან. და მიხარია რეალურად თავიდან, როდესაც ეს დაიწყო, ბატონ დავით შეიძლება არ იცოდეთ, გითხრათ რა თავიდან როდესაც მე დაიწყო, მერაბის შართულობით მოხდა ეს ყველაფერი თავიდანვე და როდესაც ეს დაიწყო, პირველი ესეთი ტრეინინგი რაც ჩატარდა, ხო, შეკრება რაც ჩატარდა, თავიდან იყო უფრო მცირე რაოდენობა ექიმები და ეხა როდესაც 16 ადამიანი, ეხა როდესაც სტარდება, იმდენი უკვე ფეხბურთში დასაქმებული ექიმი და ფიზიოთერაპევტია უკვე რომ ორ ეტაპად სტარდება, უკვე რომ არ იმაზე არ ვიყოფა, ანუ ეს ფართოვდება. მაგას ალბათ ხელი შეუწყო იმანაც, რომ არსებობს ფაკულტეტი რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის და შესაბამისად სხვადასხვა დარგებიდან აღარ მოდიან რა ექიმები არიან უშუალოდ სპორტული ექიმები და რეაბილიტოლოგები.
მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მე დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, ანუ ამ კუთხით რო წავედი, ამ სფეროს რო წავედი, საერთოდ ჩამოსაცვლელი ექიმები იყვნენ, ვინც ამის სპორტულ მედიცინაში. ჩვენი მაგალითი აიღე, ჩვენ ორთოპედ ტრავმატოლოგები ვართ, იგივე გიაც მაგალითად ხო და ყველა გადმოვედით მაგ იმაში, იმიტომ რომ არ იყვნენ ესეთი. ხო და აქედან მერე და ეხა ძალიან დიდი მოთხოვნა და ძალიან კაი თავი. მე როგორც ვიცი, ხა უხეშად რომ დავითვალე, მოდი ასე ვთქვათ, სპორტის ექიმის ლიცენზიის ფლობელი არის თუ არცებს რაღაც 26 ადამიანი, იმიტომ ჩვენ ეხა რაც გვჭირდებოდა რეალურად 26 ბევრი რეაბილიტაციის ცენტრებიც არის რა, რეალურად რო ვთქვათ. ხო და ეს ყველაფერი ბოლოს სად მიდის? მიდის იქამდე რომ თვითოეული კლუბი იქნება თუ გუნდი იქნება, ყველას თავისი სამეცო პერსონალი უნდა ყავს. პერსონალი ყავს და იქ ხდება პროგრესი და შესაბამისად ამ გუნდი. აი ძალიან საინტერესო არის რა იცი, ხა ეს პოდკასტი არის ჩვეულებრივი ადამიანებიც, ეს არ არის პროფესიონალებისთვის, ექიმებისთვის და ასე შემდეგ, ხო? თუმცა მათაც თავისუფლება. არა, რა თქმა უნდა, ანუ მხოლოდ მათთვის უფრო განკუთვნილი არის ჩვეულებრივი მაყურებლისთვის, ვისთვისაც გასაგებ ენაზე გვინდა რომ აუხსნათ რა ხდება, როგორ ხდება ამ სფეროში, ხო? ძალიან მაინტერესებს შენ ასე ვთქვათ, გითხრა სტრუქტურულად რა ხდება გუნდში, ანუ შენ ხარ კიდე ვინ არიან გუნდში მაგალითად აი იგივე ნაკრებში იგივე სამედიცინო სტრუქტურა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ინდივიდუალური როგორ არის ამ კლუბის პოლიტიკა ამ კუთხით მაგაზია დამოკიდებული მაგრამ მოდი აი ყველაზე კარგი პირობა ნაკრებშია ხო ესია რა და აი ნაკრების მაგალითზე ვთქვათ რა კი ბატონო ნაკრების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ნუ ეროვნული ნაკრების მაგალითზე ანუ ადრე იყო ესეთი რაღაც ბოდიში გაწყვეტინებ რომ ანუ იყო ექიმი და ყველა იყო მასაჟისტი მე რა ხო ხო, ანუ ეს დღესაც არსებობს ეს იცი რატო იყო? ეს იცი რატო იყო? ეს აბსტრაქტული მასაჟისტი მე ვიცი სხვაგან, ხო? ხო, ანუ ფიზიოთერაპევტი, როგორც ასეთი ამის სკოლა, ხო, არ არსებობდა ჩვენთან და მასაჟისტი ითავსებდა ამას. მასაჟისტი იყო ადამიანი, რომელიც უბრალოდ აკეთებდა მასაჟს. და ყოველთვის რო გვირკვირს ჩვენ რო აი თავიდანვე ჩვენს გვირკვირდა რომ აი ჩვენი ფეხბურთელები საზღვარგარეთ რომ მოდიოდნენ იქიდან რომ მოდიოდნენ რაღაცას რო ვეკითხებოდი როგორანაირად არა ექიმი მოდის წინა დღით და თამაში დღის მაგრამ მიკვირდა ეგ მწვრთნელებსაც ვერ გავაგებინეთ ხო ნუ ეგ ცალკე თემაა და მაგაზეც ვილაპარაკოთ თუ გინდა თქვენსა და ექიმ შორის რა მაგაზე გეტყვით შორის ძალიან კაი რაღაცას. აი ეს რომ მიკვირდა სულ რანაირად როგორ შეიძლება ეს და როგორ შეიძლება და ისე რომ იქ არის ფიზიოთერაპიის ძალიან მაგარი სკოლა და ის ფიზიოთერაპევტები ფაქტიურად პირველად დახმარებიდან დაწყებული, ნუ ეხლა რა თქმა უნდა ექიმის კომპეტენციაში არ იჭრებიან და რაღაც დანიშნულებას არ აკეთებენ და რაღაც ინექციას და შემდეგ, მაგრამ ბევრი რამე იციან იმ დონეზე რომ ვარჯიშზე აბსოლუტურად საკმარისია. ამიტომაც არის ეს მომენტი და ეხლა ეროვნული ნაკრების მაგალითზე რო ავიღოთ არის ექიმი არის რეაბილიტოლოგი, ექიმის ასისტენტი, ბოდიში არის რეაბილიტოლოგი, არის ფიზიოთერაპევტები, რომლებიც ახალ რეჟიმში მასაჟსაც ასე ვთქვათ აკეთებს. 6 ადამიანი ვარ, თუმცა მინდა ცალკე ყავთ ტაილანდელი მასაჟისტი. მე ბოლოს. შედეგებიდან გამომდინარე. შედეგებიდან გამომდინარე, გააჩნია რა იქნება. ეხლა ევროპაზე კაცზე 2 იქნებოდა, იმიტომ რომ ეს შედეგი დადეთ რომ უეჭა. მე შედეგზეც აისახა. დაჟე გულშემატკივრებიც იკეთებდნენ. და სხვათა შორის აი ხანდახან ბევრი მოარული ხმები და შეიძლება ზოგჯერ სამართლიანი ზოგჯერ ბევრი სამართლო რო არიანო აი საქართველოში რა ამ კუთხით და სპორტული მედიცინა სად არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მინდა ძალიან ხშირად მაქვს ეგეთი შემთხვევა რომ იმ ფეხბურთელებს დასამალი არაფერი იმ ფეხბურთელებს რომლებიც ახლა ჩვენ თამაშობენ ევროპაში ძალიან ხშირად დაურეკეთ და უთქვათ რომ აუ აქ ან აზრზე არ არიან დაუშვათ მწყალებში რა ან არ გვაქცევენ ყურადღებას და აუ რომ ჩამოვიდე მანდ შეიძლება რაღაც ტრავმა თუ აქვს დაუშვათ ხო ის პროცესი დაუშვათ რომ ჩამოვიდეს გაიაროს აქ და მე დაბრუნდეს კლუბში თუ კლუბი ბევრჯერ ყოფილა რომ კლუბი მიცა ესე იგი ნებართვა ჩამოსულა და აქ უკურნალი და ისე წასულა ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს აგერ მე და მე კი ეს სხვათა შორის იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ ეს ყველაზე აქ თავარი რაც არის აი წერან დათო მაგათ თველის და სამეცო სტაფის ტექნიკური და სამეცო სტაფის კომუნიკაციაზე ახსენდა აქ არის უშუალოდ ნაკრებისა და ჩემი ნაკრებში მუშაობის პერიოდში ნაკრებისა და საზღვარგარეთის კლუბებს შორის თანამშრომლობა თვითონ სადაც ჩვენი ლეგიონერები გამოდიან. ანუ მნიშვნელოვანი არის იყოს შეთანხმებული ყველა დეტალი იმისთვის რომ თვითონ უშუალოდ ფეხბურთელმა მიიღოს მაქსიმალური სამედიცინო სერვისი. ეს იქნება იტალიაში, ესპანეთში თუ საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა. აქ ყველაზე მთავარი არის საბოლოოდ დაიდოს ფეხბურთელისთვის სწრაფად
და შედეგიანად თვითონ უშუალოდ ის რეზულტატი რომ მალე დაბრუნდეს სპორტში. მაგრამ ჩვენ მერაბ სამწუხაროდ იცი შენ რომ გვაქვს ეგეთი მაგალითებიც რომ მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა ამა თუ ერთ კლუბის სამედიცინო სამსახური იმ ქვეყნის არ დაგთანხმებია და მე ცოტა ისეთ შედეგებიც მივიღია რომ მაინც კი არ არის დასამბალი მე შემიძლია ვთქვა ეხა ერთ-ერთ ჩვენს ასე ვთქვათ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს რომელიც დღესდღეობით სრულიად ასე ვთქვათ რეაბილიტირდა იმ თავის მდგომარეობიდან გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითზე მე მქონდა პირადად და გიორგი მას დაადასტურა ეს თვითონ ერთ-ერთ თავის ინტერვიუში საკმაოდ დიდი დავა ჰქონდა იმაზე რომ გიორგის თვითონ უშუალოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია ადრეულ ეტაპებზე თვითონ ტრავმის მიღებიდან და რომელიც გაიწელა რამდენიმე თვეზე. რამაც უბრალოდ დააკარგვინა გიორგის ის ძვირფასი პერიოდი, რომ მალე დაბრუნებულიყო სპორტში, ეს ამაზეა. აქ იყო დამოკიდებულება ის, რომ ჩვენ მოდი ასე ვიტყვი რაღაც ქვეყანას არ ვიტყვი, მაგრამ ევროპელები ვართ და ვიღაც ქართველი არაკოლეგიალური დამოკიდებულება. ხო, ეს ცოტა ისეთი დამოკიდებულება იყო, რომელიც სამწუხაროდ თვითონვე დახვდათ მერე წინ და თვითონვე საბოლოოდ მეცაც გეტყვით გახსოვს შენც ერთ-ერთი ფეხბურთელი რომელსაც უმძიმეს ტრავმა მიიღო ვარჯიშზე ნაკრების ფეხბურთელი და რომელსაც მე გავყევი ევროპის ქვეყანაში, როდესაც ხო იქაური კლუბის მოთხოვნით აუცილებლად ისიც უნდა დაამატო სახელს და გვარს არ დავასახე. არ უნდა, პრობლემა არა, იცი რა მიკვირსო, როდესაც გავფრინო აქ ჩასწორება მოხდა ყველაფერი და ამ ფიქსატორი და რაღაცებით უშინდელი მოტეხელი წარმოიდგინე მცირე წვივი და კიდე რა ამბები იყო მანდ გადავფრინდით და რომელი მხარე იყო? აეროპორტში? არავინ არ დახვდათ. არა, დახვდა კლუბის მძღოლი. ბრავო. ხო, ეხა აქ წარმოიდგინე რომ ქართველი ფეხბურთელი რომ ჩამოდიოდეს ეგეთი ტრამვით, ერთად დაგვიფაროს და მე რომ გავაგზავნო და მძღოლი და მომიყვანე, მითხრა, აი წარმოუდგენელი რამე და იქ დაგვდა მძღოლი, რომელმაც კლინიკაში კი არ წაიყვანეს, სახლში წაგვიყვანეს და ხვალო მოდიო ამ თავის აი რა თქმა უნდა დამალო ეხა გიორგი ქვილთაიაზე აქვს საუბარი და მანდ ერთი საინტერესო ამბავი გაქვს როგორც მახსოვს მე გიორგი ქვილთაიაზე ეგ ცნობილი ამბავია ბიჭო ხო წავედით აქედან რა ხო და წავედით აქედან თან მეშინია მეთქი თვითფრინავში გუშინდელი მოტეხილი გუშინდელი მოტეხილია და მე და შენ პირველი ფრენა მე და შენ ცხოვრებაში წყვდა ერთად გქონდა თუ გახსოვს ხო და ისედაც ხო ამ თვითფრინავის მეშინია მე წარმოიდგინე ეს ფეხმოტეხილი ფეხბურთელი რამე იქ გართულება რომ წავიდეს ამ თვითფრინავში მოკლედ ამ ზადამაკ ჩანთით ზივა რაღაცა და ამ ნერვიულობაში ხო ჩავფრინდით ეს მძღოლი როგორც დაგვთა მიგვიყვანა სახში რაღაცა და გიორგისთან ხო ჩაკვეს და მივედით სახში და ჩაკვეს და რომ მივედით სახში ჩაკვეს აქ ძალიან ლამაზი ქონდა მოწყობილი იქ სალოცავი კუთხე რა სალოცავი კუთხე მეთქი ყველაფერი რა თან კარგად დამთავრდა და ჩამოიღო მაშინ ჩაკვეს და ხო და მივედი და პირჯვარი გადავიწერე და მეთქი მადლობა ღერთ რაღაც და უცებ ნაკრების ჩატში ვარდება ჩემი ფოტო ქვილით აგდე ეთყობა გადაუღია აქ და ქვილით აგდებს და ბიჭო მე მგონი მაგარი დამერხა ეს მერცევედრება უშველერამე აი ეგეთი ამბავი არა მე გაიკეთა ოპერაცია და ყველაფერი კარგად არა კარგად არის ხოთაშორის კი ძალიან კარგად აუ მაგა ბარემ გახანკა ქვილითა თქვი ერთი ისტორია იყო კიდე ძალიან სასაცილო ერთი პერიოდი იყო მოკლედ რომ რამოდენიმე შეკრება ქვილითა ვერ მოხდა სანაკრებო სიაში ხო და მე ორი შეკრება იყო მე მგონი ზედიზედ რომ ვერ მოხდა მესამე შეკრება იყო მოკლედ განაცხადი რომ დაიდო ქვილითა წერია და საერთოდ ეგ წესია რომ ორშაბათს შევდივართ ხოლმე შეკრებაზე და კვირას სასტუმროს მენეჯერი ურეკავს გიორგი კაცდაძეს ჩვენ მენეჯერს რომ თქვენი ფეხბურთელი მოვიდაო რა სასტუმროშიო და ამა და ვინო და ნუ გიორგი ქვილითა დავრიკა და ბიჭო რა დამოდიო ხვალ უნდა მივიდეთ და ბიჭო არ გადაიფიქროთ ვიქნები აქ მივიდა დაწვა დაჟე რეცეპციაში იჯდა დილამდე ხორშა მაგარი უმორის ნობა სხვათა შორის და ხო და ძალიან კაი უმორის ნობა მოკითხვა გიორგის მოკითხვა ჩვენგანაც კი ბატონო დათო ცოტა ეხა სამედიცინო თემას შევუბრუნდეთ ეს კარგი იყო რაღაც გადახვევა ლირიული და ვარქვა თუ გინდათ ყველაზე ხშირად რა ტრაუმას იღებენ სპორტსმენები აი შენ პრაქტიკაში ამ ხნის დაკვირვების
გააქვს რამე სტატისტიკური რაღაც თუნდაც მინიმალური. კონკრეტულად ეგრეთ სტატისტიკა რომ ესამდენი ესე არა მაქვს ის კარგი იქნება რომ მქონდეს, მაგრამ ზოგადად სტატისტიკა მეცნიერება ცოტა შორსაა ჩემგან და მაგრამ პრაქტიკა არის. არა, ნუ სტატისტიკურად ჩვენ მიძახილ მიმართულებით და ერთი სეზონის განმავლობაში საფეხბურთო კლუბში დაახლოებით რამდენი პუნქტოვანი სისტემაა. იცი როგორ არის? ჯერ მოდი აქედან დავიწყოთ, რომ და არ გვინდა ფეხბურთში არის ყველაზე მეტი ტრავმა, ხო? ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გვიყურებს, ძალიან ბევრს დაუსვამს ეგეთი შეკითხვა, რომ რას ამბობ კაცო, რანაირად რაგბში როგორ არის უფრო მეტი ტრავმა, ანუ არ არის ესე. რაგბში, იმიტომ რომ ადაპტირებული არის ეს ერთი. სხვათა შორის ეხა ბოლო კვლევით სხვათა შორის კალათბურთი ეწევა ძალიან დიდი სისწრაფით. ხო, ამ ტრავმების რაოდენობით. მაგრამ გააჩნია ჩემი დაკვირვებით, ეხა რა თქმა უნდა, ეხა ყველაზე მეტი ტრავმები მოდის მაინც კოჭვის სახსარზე, რბილი ქსოვილებზე, მუხლი, ფეხბურთზე, ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი ეს რაზეა დამოკიდებული, ზუსტად რაღაც ჩემი იდეები კი მაქვს, მაგრამ არის რაღაც მომენტები, რაღაც პერიოდი, როდესაც ერთი ტიპის ტრავმები წამოვა წინა პლანზე, მაგალითად აი ჰამსტრინგების ტრავმები წამოვა, აი 1 2 3 ფეხბურთელს ერთდროულად რაღაც. მერე შეიძლება რაღაც პერიოდი არის, რომ სხვა ტრავმა წამოვიდეს წინა პლანზე. ერთი პერიოდი იყო აი წინა ჯვარედინი იოგები, აი ერთ სეზონში 3 თუ 4 მქონდა საერთოდ და რაღაცა კორელაცია ალბათ არსებობს. რაღაცას გეტყვი რა. არ ვიცი რუსულად რამდენად შეიძლება თქვა, მაგრამ ქართულად არ ჟღერს ისე რა. ჩვენთანაც, ან თქვა, ორთოპედიაში არსებობს закон парных случаев. ანუ კანონი ერთი და იგივე შემთხვევების, ხო? ანუ არის ხოლმე რომ თქვა ხრის მოტეხილობა ერთი 9 მიყვება ერთმანეთს, სერიოზულად. არის მერე მიყვება თქვა კოწვის ტრავმა და მოტეხილობა და ანუ ვიძახით ხოლმე რა, ეს კანონი მოქმედებს და სხვათა შორის შეიძლება კავშირში იყოს. აი ეხლა მაგალითად ამ ბოლო დროს ძალიან ხშირია ეგრეთ წოდებული აი სიმფიზიტების ვარიანტები და ადუქტოპუბორექტალური სინდრომი, რასაც ჩვენ ვეძახით, აი ძალიან მოხშირდა და მაგრამ რაც თავარია ამ ტრავმების ასაკმა დაიწია. კი, აი გაყოლაზე ცუდი აქვე გავაკეთებ ეს პატარა კომენტარს. ბოლო სტატისტიკის მონაცემები იგივე მერა ბოდიში გაწყდა, აი პარსის მოტეხილობა რო გვექს კი, აი ჩვენ ერთად ვიყავით სამეცნიერო ფეხბურთის ფედერაციის თვითონ ეროვნული ნაკრების სამეცნიერო სტაფი და მეც გახდეთ თვითონ უშუალოდ ლუგანოში იყო UEFA-ს სამეცნიერო კონგრესი, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება და საკმაოდ ესეთი მასშტაბური შეკრება არის წარმომადგენლობითი. დიახ, ესეთი წარმომადგენლობითი თვითონ უშუალოდ სომეხი კოლეგები იყვნენ. ბარსელონა მე ის უნდა მოყვე. ტოპ მოყვებით აუცილებლად რაღაცას ტოპ კლუბის წარმომადგენლებს და იქ მიდიოდა საკმაოდ ეს აი ამაზე აქცენტი. რაც დათო მახსენე, ეხა ასაკმა ძალიან დაიწია. რამ გამოიწვია ეს? მე საქართველოს შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ ასაკმა დაიწია იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთი გახდა უფრო მასობრივი ვიდრე ეს იყო აქამდე. და ეს ყველაფერი უფრო მეტი ბავშვია ჩართული იმას. კი ბატონო, უფრო მეტი ბავშვია ჩართული, უფრო ადრეული ასაკიდან, ხას უსმევი ამას. უფრო ადრეული ასაკიდან. მე რო ბატონი დავითი აგერ საფეხბურთო კლუბ, ქალთა საფეხბურთო კლუბ ფლუსოს მთავარი ექიმია და მე რო ქალთა ფეხბურთში, ასე ვთქვათ, პირველი შეხება მქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, როდესაც ექიმი ვიყავი, პირველი ქალთა ნაკრების, ასე ვთქვათ, პირველი ექიმი ვიყავი. და მაშინ სულ ყავდა 20 გოგონა ფეხბურთელთან. 20 გოგონა ფეხბურთელი. არც ჩემპიონატი ტარდებოდა. და არაფერი, უბრალოდ ეს 20, მოდი ესე ვიტყვი, ქუჩაში მოთამაშე გოგონები, ვისაც მართლა სურვილი ქონდა რომ ფეხბურთი ეთამაშა, დღესდღეობით ისინი კიდევ კვლავ თამაშობენ საქართველოს ლიგაში და მათ ქალთა ფეხბურთისთვის ბევრი აქვს გაკეთებული და თავისი სიტყვაც აქვს ევროპის ჩემპიონატებში ნათქვამი. აი ეს ახალგაზრდები 14-15 წლის ბავშვები შეკრიბეს და ესე ნაბიჯ დაიწყეს და დღეს ქალთა ფეხბურთში 2 ლიგა არის. აი ამას უსმევ მე ხას. და მე ერთ-ერთ თამაშს აი თვითონ ნიკელ უსოს თამაშს ქალთა საფეხბურთო კლუბ ნიკელ უსოს თამაშს დავესწარი და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე
ერთ-ერთი რა გითხრათ 15-16 წლის ბავშვი იყო, რომელიც ესე შეიძლება ასაკით კი იყო 15-16 წლის მართლა, მაგრამ ვიზუალურად იმდენად პატარა ბავშვი დაბეჭდება სწორებდა და ისეთი გულმოდგინებით თამაშობდა და ისეთი ბიოლოგიური ასაკი ჰქონდა. ხო, კი ბატონო, რომ აი ესეც მიანიშნებს ამ იმას, რომ ფეხბურთი უფრო მასობრივი გახდა და მიანიშნებს იმას, რომ ასაკმა დაიწია და აქედან გამომდინარე მოდის ეს პრობლემები ხა მე ყოველდღიურ პრაქტიკაში ძირითადად უფრო სპორტის მიმართულებით მიწევს და პაციენტების მიღება და ხდება ზუსტად აი ეს ანალოგიური ძალიან დიდი რაოდენობით ოზღუდსლატერის დაავადება, ძალიან დიდი რაოდენობით საზარდულის ტკივილის სინდრომი, რაც შენახსენე ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ის პარსის ტიპის დაზიანება, რომელიც აქამდე ესეთი მოდი ასე ვიტყვი დაუფასებელი წელის ტკივილი იყო სრული ამ სულს მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა რომ წელის ტკივა არ აუშავს გაივლის ეს წელის ტკივილი რომელიც გრძელდება წლების განმავლობაში თვეების და ზოგადად წლების განმავლობაშიც თავის დახსასვას სპორტსმენს და უბრალოდ არ იყო აქამდე წამოწეული წინაპლანზე კი ბატონო კი ზუსტად ამ დიაგნოსტირებული არ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო და ეს პირდაპირ წერია თვითონ FIFA-ს ასე ვთქვათ ეს FIFA-ს დიპლომი ფეხბურთის მედიცინა FIFA Diploma Football Medicine ესე ქვია ეს ონლაინ პლატფორმა სადაც შეგიძლიათ სამედიცინო ასე ვთქვათ პერსონალმა ეს ყველაფერი ნახოთ და გამოყოფილია ცალკე აი ეს კონკრეტული ასე ვთქვათ წელის ტრავმებში გამოყოფილია ცალკე ეს ნოზოლოგია რომ აი პარსის ტიპის დაზიანება ძალიან აქტუალური ამიტომ ესეთი რაღაც რეკომენდაციასავით რომ მშობლებსაც რომ აი შესაძაც ბავშვს რაღაც ქრონიკული ერთი დღე და ორი დღე თუ ტკივა ამაზე არ არის საუბარი როდესაც ეს ტკივილი გრძელდება თვეების კი ბატონო განმავლობაში და არ გაზდის და ბავშვი იძახის რომ იცით რა აი ტკივა მიშლის ხელს და რაღაც გარკვეული უბრალოდ ყურადღება არის მისაქცევი ამ მიმართულებით ერთი კითხვა აქვე უცბად დავამატებ ყველაზე უცნაური ტრავმა რა შეგხვედრია დათო აი რაც შეიძლება ქონოდა კარიერაში ყველაზე უცნაური ტრავმა აი რა კურიოზული და არ გინდა როგორღაც კურსულ ნიკაპის იოგის დაჭერა არა მე შემიძლია რაღაც კითხი მაგრამ კიდევ მეორებ აი კონკრეტულად რო დაგიბრუნოთ აი რის გამო შეიძლება ფეხბურთი ხო აი კი ბატონო რის გამო შეიძლება გამოტოვოს თამაში ნუ ცნობილი ფაქტი არის რომ სანტიაგო კანისარესი იყო თუ ვახსენები მეკარე ესპანეთის ნაკრების თვითფრენავში ხო თუ თვითფრენავში იყო თუ ის დაეცა ოდეკალონის ის დაეცა მაგაზე ხო იცი მე იმაზე ჩისკო ხო იყო ჩვენთან დინამოში და ეგ უკითხე რა რომ მეთქი მართალია ის რომ კანისარეს ოდიკალონის ბოთლი გადმოვარდა და რა ოდიკალონის ბოთლი მითხრა თროალი მოვიდა გაპობილიო არა თუმცა მეორე არ მახსოვს ახლა ზუსტად სახელი და გვარი მაგრამ ნამდვილად შემიძლია გითხრა იმიტომ რომ თვითფრენავის ბორდგამცემლებმა ეს დიდ რაღაც ეს საჭმლის ურიკას რო აგორავებენ ხოლმე სკამებს შორის აი ის მიარტყა და მან დაუზიანა არ ვიცი რომელი მე მქონდა შემთხვევა რომ დაჯდა თვითფრინავი და ჩემოდნებს რო იღებ იქ გადმოვარდა ჩემოდნე და მანდ-მანდ ჩემ ფეხბურთელს დაეცა თავში და სიწყდენად ნუ და მაგის გამო თამაში ხო და ძველი შემთხვევა ვიცი აი საკულტო ექიმი ასე ვთქვათ დინამო თბილისის საქართველოში ზაქარია თელი სასწაული ადამიანი ქონდა სხვათა შორის მე ასე ვთქვათ შემთხვევა რომ მე მას პირადად გავცნობოდი. კი ბატონო და ლეგენდა ადამიანი ასე ვთქვათ დღესაც დინამოში ისე იხსენებენ და ისეთი კვალი აქვს და იუმორით დაჯილდოებული რა თქმა უნდა და მას ქონია ეგეთი შემთხვევა რომ დინამო თბილისი მიუწევიათ თეატრში თუ ოპერაში თუ რაღაც ღონისძიებაზე მოკლედ ოპერაში რაღაც ღონისძიებაზე და იქ თურმე რაღაცა ერთ-ერთმა მიარტყა თავი და გაიწიხა და იქ ხო იცი ყველაფერი როგორია დოქტორ და აქ რა გითხრა რა გონია ჩანთა მექნება თუ რა მექნება ოპერაში ჩავატოსტებით გამოწყობილი თუ მომცემთ ეხა ქალთა ფეხბურთს შევეხეთ და რაღაცა ორ სიტყვას ვიტყვით თუ მომცემთ ამის შესაძლებლობას არა კაი მაშინ გავწერეთ ჩემ ფეხბურთში დაბრუნების საკითხი არც განიხილებოდა საერთოდ, მაგრამ იმდენად მაგარ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები, ვინც ეხა იქ ფლობელები ვინც არიან, ხელმძღვანელები ვინც არიან, ფაქტიურად ვიტყვით, ამათ ვიტყვი, რომ ანუ კაცების ლიგაში, ანუ დიდ კლუბებში არ არის შეიძლება უთანაბრდებოდეს ის პირობები, რაც ამ
გოგონებს აქვთ და აქ ასაკი იწყება 14-15 წლიდან. და ფაქტიურად საქართველოს ნაკრების ბირთვი არის შეკრებილი და აი თქვენი სახელითაც და ვაფშე ქვეყნის სახელითაც მინდა ამ ადამიანებს დიდი მადლობა უთხრა რა. აი არ ზოგავენ არაფერს, ხო ფაქტიურად უსასყიდლოდ რა. იმიტომ რომ აი მათი სიტყვებია გვიყვარს საქართველო და გვინდა რომ ეს ასე თქვა სპორტის ესახეობა განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთი რომელიც შედარებით დაჩაგრული არის, მოდი ესე ვთქვა. და პოპულარული ხდება, კი და ესეთი ადამიანების და ესეთი ადამიანების ჩართულობა იწვევს მე ჯანსაღ კონკურენციას და მე სხვებიც ფიქრობენ რომ მოდი ჩვენც ესე გავაკეთოთ იქ ფინანსური კუთხით ვასე. მოკლედ დიდი მადლობა ამ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან სასიამოვნო გაუცებული დავრჩი, აი პირველი აი გასული თამაში რო გქონდათ ეხლა თქვენ რუსოს წალენჯი ხაში. ხო, მე მგონდა აი Facebook-ს ეიდო პატარა ვიდეო ამ და ძალიან ავტობუსი ხო გაფორმებული დრონით გადაღებული კადრები და აი წარმოიდგინე რამხელა ძალიან მართლა აბსოლუტურად მართალი ხარ ბევრ აი წარმოიდგინე კი ანუ აღდგენის საშუალებები იგივე გეიმრედი იქ მასაჟორები პრესოთერაპიის აპარატები ხა ეგ დამიჯერე რომ ბევრ კლუბს არ აქვს რა ყველანაირი საშუალება ხა ამაში მერაბიც არის ჩართული თენგოს ამედიცინო სამსახურის უფროსი არის იქ და ასევე მეც ხო და ასე ანუ მაქსიმალურად არ იფიქროთ არაფერზე ესეთი ასე თქვა დირექტივა არის მიხედეთ ამ ხალხს და კი სხვათა შორის აი თენგო ჩვენ მეგობარმა თენგო გულბიანმა როდესაც წამოიწყეს წამოიწყო რა ანუ რომ მითხრა რომ ესეთი რაღაცა და სამსახურში და თავიდან მეც რაღაცა ცოტა გაგიკვირდა სკეპტიკურასავით მეთქი როგორ ანაირად რა გეთე მაგრამ აი ხარი მართლა აი რა ძალიან დიდი მადლობა ბრავო ამ ხალხს კი მართლა დათო კითხვა მაქვს ასეთი ბავშვთა ასაკის და პროფესიული ასე ვთქვათ სპორტსმენების ტრავმები რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან რო ეს აუხსნათ ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე ფაქიზი თემა არის იმ არა აქ მნიშვნელობა ფეხბურთში ვიქნებით რაგბიში თუ სხვა სპორტში და რა გადამწყვეტი მნიშვნელობა უბრალოდ აი ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ მე ასე ვფიქრობ ბავშვი სწორად გაიზარდოს ფიზიკურად ისე რომ მას სამედიცინო პრობლემა არ შეექმნას დაღი არ დაასვას მის ჯანმრთელობას რომ მან სრულად შეძლოს თავისი შესაძლებლობების გამოვლინება და აი ეს რეინჯი რო გითხრა. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თემა არის ეს, რომ აი ბავშვთა ასაკში აი განათლება მეტი და ერთიანი ჩამოყალიბებული რაღაც კონცეფციასავით უნდა არსებობდეს, რომ რა შეიძლება რა არ შეიძლება და რა როგორ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ნუ ჩემი მხრიდან, ჩვენი მხრიდან ზოგადად რაღაცა ეს წერტილოვანი მცდელობები არ არის სისტემური მომენტი. ხო, არის სისტემური მომენტები, რომ ანუ სახელმწიფო უნდა იყოს ამაში ჩართული, რომც იყოს ძალიან კარგი იქნება. სახელმწიფოც რომ იყოს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მე ხა დასამალი არაფერი არ არის, ჩემი ექიმობის ხო და ძალიან ბევრი ბავშვი მინახავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი მინახავს რომელიც აი უკვე დიდასახში დიდ გუნდში რომ მოდის ფაქტიურად სამ გადაბმულ თამაშს ვერ ვათამაშებთ იმიტომ რომ იგივე წელის პრობლემა იგივე სხვადასხვა ტრამვები იგივე სიმფიზის პრობლემა და ასე შემდეგ რა საკიდან არის თქვათ რეკომენდირებულია შენი აზრით სამედიცინო შემოწმება ბავშვის ჩემი აზრი არის პირველ რიგში ალბათ ანთროპომეტრია ხო ბოდიში ჩავერთვები ანუ აქ სამედიცინო შემოწმება ცოტა ესეთია ფართომცნება კონკრეტულად რა სამედიცინო შემოწმებაზე გვაქვს საუბარი ისეთი რომელიც მიახლოებული არის თქვათ უმაღლესი ლიგის გუნდებთან რა თქმა უნდა ეხლა 5 წლის ბავშვს კარდიოლოგის კონსულტაცია და კარდიოგრამის გადაღება არა ელემენტარულად პედიატრის და ორთოპედის ჩართულობა არის საკმაოდ მგონია რომ უკვე იმ ასაკში როდესაც გარდამავალი ასაკი როდესაც იწყება და როდესაც იწყება ეგრეთ წოდებული გარდამავალი ასაკის ხონდროპათიები აი ამ ეტაპიდან აუცილებლად 11-9-დანაც არის უკვე შემთხვევები რომ გოგონებში უფრო ადრეულ ასაკში
უნდა რომ და ეს და იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომენტია იქ, იმიტომ რომ კიდე იქ მივდივართ რა, პირობები, ინფრასტრუქტურა ხანდახან არის რომ ბავშვებს უწევს დავუშვათ ერთ დღეს ხელოვნურზე აქვთ ვარჯიში, მეორე დღეს უწევ ბალახზე გადადიან. აქ ამორტიზება სხვა არის, სხვა დატვირთვა მიდის და ამის მერე მოდის ეს პარალელურ რეჟიმში პლუს ბავშვები გარდატეხის ასაკს გარდამავალი ასაკი რაც არის ყველაზე მეტად ადროსაც ხდება ეს გორმონალური ცვლილებები და სოფელში რო ჩადის ბავშვი და უიბებორა მაგრამ გაზრდილ შვილი უცებ რო აიყრიან ტანს და აი ამ პერიოდში ფიზიკური დატვირთვა აი ბაბუა ჩემო ბებია ჩემს არ ვთქვა ხო ბაბუა ჩემო გითხრა ხოდა აი ამ ასაკში ყველაზე მეტად ფიზიკური დატვირთვა იძლევა აი ამ ეგრეთ წოდებულ პირველ სასიგნალო მეორე ერთი მომენტია კიდე მანდ არ ვიცი როგორ თქვა აი ძალიან ხშირად არის რომ არ ემთხვევა ერთმანეთს ექიმის რეკომენდაცია და მშობლების გადაწყვეტილებები. ანუ კარგია რომ ბავშვის ესე იგი უნდა ყველას რომ თავისი შვილი ასე თქვა ფეხბურთში იყოს და დიდი ფეხბურთელი გამოვიდეს, მაგრამ პარალელურად იწყებენ რა ძალიან მცირე ასაკიდან იწყებენ ფაქტიურად, როდესაც მითქვა ინდივიდუალური მომზადება. ეს გასაგებია კი ბატონო, შეიძლება ინდივიდუალური რაღაც კუთხით გააკეთო რა თქმა უნდა და კარგიც არის, მაგრამ როდესაც მეკითხა, აი როგორი გრაფიკი გაქვთ, რომ იწყებენ ორშაბათს დილით სკოლა, მერე ამ ვარჯიშზე მიდის, მერე ინდივიდუალური, სამშაბათს სკოლა, ანუ საერთოდ დასვენების საშუალება არ აქვს ბავშვს. და ღამე არ ძინავს ტელეფონშია. ღამე არ, მაგრამ ეგ კიდე ცალკე პრობლემაა და ფაქტიურად რა გამოდის და ერთი ძალიან კაი შემთხვევა მქონდა, ერთი რაღაცა რომელიც გაოგნებული დავრჩი, რომ მამაშვილი იყო მოსული. მამაშვილი და როდესაც ვკითხე, ან დღის რეჟიმი როგორ აქვს რაღაცა, დაიწყო მამამ ლაპარაკი. ბავშვი საერთოდ ხო არ ალაპარაკ თან ეს ბავშვი ადარაც არ იყო სადღაც იყო თან ესე რო იციან დავდივართ აი ხო და აი ზუსტად მაგას გეუბნები დილით გებით ვიწონებით მერე ნუ საპირფარეშო კი ვიზომავთ პულს რამდენი გვაქვს მერე ვჭამთ 200 გრამ ამას 150 გრამ ამას მერე ვატან დავუშვათ ამდენს იქ ჭამს ამდენს აი ფაქტიურად ბავშვი იყო აი რობოტი რომ აი რასაც ეთქოდა მამა ზო დაპროგრამებული იყო და თან რა თქმა უნდა დასვენების საერთოდ დრო არ ქონდა ყველა იყო დატვირთული და მე რა თქმა უნდა გადის დრო და ეს შედეგს არ მოაქვს და მე უკვე იწყება რომ აი გადაყოლილი ვიყავი არაფერი არ დამიკლია და რაღაცა აქეთ მაგრამ ნუ დათო აქვე ამასთან დაკავშირებით წეგან აი 200 გრამ ამას მივირთმევ და 150 გრამ ამას რა როლს თამაშობს რო უთხრათ ჩვენს მაყურებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდა მაყურებლებს დამწყებ სპორტსმენებს მოდი ესე ვიტყოდი რა როლს თამაშობს კვება რა თქმა უნდა მათ შორისაც კვება რა როლს თამაშობს კვება შემდგომ ცოტა გავმარცოთ მე საკვები დანამატები რამდენად ეფექტურია და ასე შემდეგ რომელი ასაკიდან მოდი აქვე დავამატ ერთ კომენტარს გავაკეთებ 2011 წელს ერთად მივედით მე და დათო თბილისის დინამოში მაშინ ბატონი დათო იყო დინამორის ბატონი დათო ბატონი დავით არას გაგვიშალა ეს CV თავისი არა რატო ვიძახი ნახე ისინი სად გავიწყეს რესკიურ მედკიურის სისტემას გავრი 2000 დათოსთან ერთად თბილისის დინამოში რომ მივედით მაშინ იყო ეგრეთ წოდებული ესპანური პროექტი სადაც პროექტა ესპანიოლა როგორ არის ეგ ესპანურა სი სადაც თვითონ აკადემიის ხელმძღვანელი იყო ანდრეს კარასკო რომელიც მე თბილისის დინამოს თავარი მწვრთნელის გახდა რომელმაც საკმაოდ ესეთი კარგი პროექტი გარდა იმ სამწუხარო პროცესისა, რომლის შედეგიც არის, მე მინდა ვთქვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეს ვინ საქართველოს ნაკრებში და ყველას აქ ეგ პროექტი ფაქტობრივად გამოვლილი, ერთი მნიშვნელოვანი რაღაც ქონდა. თვეში ერთხელ თუ სწორად მახსოვს, კეთდებოდა თითოეული ასაკისთვის
ბავშვები, ვინც იყვნენ და ასე ვთქვათ კონკრეტულ ასაკში, ფეხბურთელები და მათი მშობლებისთვის ერთგვარი საგანმანათლებლო ლექცია დაარქვით თუ რაც დაარქვით, თუ როგორ უნდა იკვებოს სწორად ფეხბურთელმა, როგორ უნდა ასე ვთქვათ დაისვენოს, რას მიაქციოს ყურადღება და ამანაც მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ეს აგურ-აგურ ამხელა ის მივიღეთ რა ვთქვათ ძლიერი შენობა და ესეთი საკმაოდ საძირკველი იმ სპორტსმენებში, ვინც დღეს საქართველოს ნაკრებში არიან წარმოადგენლები და აი ამაზე მინდა ზუსტად რომ ვისაუბროთ რაღაც ორი სიტყვა. ამ საკითხს მინდა კომპლექსურად შევეხო ცოტა. და ერთიანობაში განვიხილო, რომ ჩემი დაკვირვებით რა ზოგადადაც ესია, რომ 3 4 კომპონენტია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ არა მარტო ბავშვმა, არამედ სპორტსმენად სრულფასოვნად ვარჯიშიდან ვარჯიშამდე იქნება თამაშიდან თამაშამდე აღიდგინოს სრულფასოვანი აღდგენა მოხდეს. ეს არის პირველ რიგში ძილი, სწორი კვება და სწორი უნარჩვევები, ის დღის რეჟიმი, რაც გადანაწილებული არის. აღდგენის ქვასაღოსი ძილზე კაი აღდგენი არ გამოგვა ალბათ არც იქნება არასოდეს სრულფასო ოღონ განსაკუთრებით ღამის ბავშვებზეა საუბარი აქ რა თქმა უნდა ღამის ძილზე აქ საუბარი და კვება რა თქმა უნდა განსაკუთრებით იმ ასაკში როდესაც ჩვენ აგერ ვარხნეთ კიდე როდესაც გარდამავალი ასაკი ხდება და ფაქტიურად ორგანიზმში იწყება ჰორმონალური რევოლუცია ხო იქ მეორადი სასქესო ნიშნები იქნება თუ ასე შემდეგ ორგანიზმია ამ დროს ჩვენი ორგანიზმიდან ერთი ძალიან საჭირო ელემენტი კალციუმი ირეცხება და ამიტომ ამ შემთხვევაში და ამ დროს აუცილებელია რომ დღიური რაციონის დაახლოებით 60-70% მაინც იყოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ზემჟაო პროდუქტებზე მაქვს საუბარი და რაც შეეხება და რა თქმა უნდა დაბალანსებული კვება, თავარი რა არის, რომ რეჟიმი, კვების რეჟიმს მიეჩვიოს ბავშვობიდანვე ეს იქნება საუზმე, სწორდროს, ლანჩი, ვახშამი და აი რა არის ეს სწორი დრო? აი ვარჯიშამდე, ვარჯიშის მერე, რა დროს უფრო ხდება სასარგებლო რა დროს არის აღდგენა ენერგიის. ამაზე სხვათა შორის ყველაზე საკამათო თემა, რაც მე ჩემი კარიერის რაც არის განმავლობაში მიკამათია მწვრთნელებთან და ფიზმომზადების მწვრთნელებთან არის ეს. სწორი კვება და მეცაც გეტყვით ყველაზე მეტი გაზთა სხვადასხვაობა დღეს სოფლიოში, იმიტომ რომ აი ჩვენ ყოფილვართ კონგრესებზე, პირდაპირ გეტყვით, გამოსულა დაუშვათ იუვენტუსის ექიმი და უთქვამს რომ აი ეს არის კაი თამაშის წინ. და მე გამოსულა დაუშვათ სევილიას ექიმი და უთქვამს აბსოლუტურად განა სხვა, უთქვამს საწინააღმდეგო, იმას რა უთქვამს რომ ეს კარგია, ამას თქოს არა ეს. აქ მაინც მიდივართ საბოლოოდ ინდივიდუალურად, ხო. ეს ერთი, მაგრამ ორგანიზმს სხვა თავისი, ასე ვთქვათ, ათვისების უნარი, ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების, პლუს ასევე ცირკულაცია, ხო, სისხლის მიმოქცევა, ანუ და დატვირთვის დროს, ანუ კვების შემდეგ საჭმლის მომნელობელ ტრაქტთან არის აქტიური სისხლის მიმოქცევა, ხო ესეა? თუ ეხა კვებიდან ხო, მაგას ვიძახი აი დრო უნდა იყოს, აი ამ თაიმის ჩემი გამოცდილებით ეს არის ყველა იდეალური არის 4 საათად. მე დავამატებ აქვე და ანუ ბოლო მონაცემები და ვარჯიშის მერე, ბოდიში მე რა, ვარჯიშის მერე, ანუ პირველი 40 წუთი ნახშირწყლები უნდა მივიღოთ, რომ თქვათ აი ამ პერიოდში რომ მოხდეს ენერგიის აღდგენა, ხო? აი ამას გეკითხებოდი რა, ხო? კი. პატარა კომენტარს გავაკეთებ ამ კვებასზე უკვე თქვენ საკმარისად ისაუბრეთ, უბრალოდ საკვებ დანაყოფებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პაციენტი, რომელსაც რაღაც კონკრეტული სხვა პრობლემით მოდიან ჩემთან, მე რაღაც კითხვას ავითებადებათ, აი ამას ვიღებ, აი ამას სვავ, ეხლა არ დავაკონკრეტებ კონკრეტულად იქ რა საკვებ დანამატებზე, თუმცა ბევრს, 3-4-ს განსხვავებულს. არა აქვს მნიშვნელობა. მან დაკონკრეტება პროტეინი, ამინოჟი, ხო, დაკონკრეტე. ხო, არა, სხვა რამეს ვიძახი, ანუ უნდა გამოყო კონკრეტულად ერთი, რომელსაც მოდი ასე ვიტყვი, რაღაც კონკრეტული მტკიცებულება აქვს, რომ არის რეალურად ეფექტური. ეს არის კრეატინ ფოსფოკინაზა, რომლის მიღებაც მეცნიერულადაც დადასტურებული, როგორც კონკრეტულ შედეგამდე სწორად მიღებული და შემდგომ ამისა ფიზიკურად სწორად დატვირთული სპორტსმენი ამ კრეატინ კინაზას შედეგს მივიღებთ. აი ამაზე მაგალითად სწორად გაუსვათ. მან არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამ საკვებ დანამატებთან დაკავშირებით რა.
საქმე იმაში კი არ არის რომ ეს ვნებს თუ არ ვნებს თუ როგორ არის ბევრში არის ისეთი შემცველობა რომელიც განა რამე პრობლემა ამის ვიღა იმიტომ რომ ეს არის საკვები და ეს ხო არ არის მედიკამენტი წამალია საკვები ბადი არის საკვები დანამატია პრობლემა მისი მიღება კი არ არის პრობლემა არის მისი სწორად და იმ დროს მიღება როდესაც საჭიროა აი მაგალითად დავუშვათ თუ დღის განმავლობაში ჩვენ გვჭირდება დავუშვათ უხეშად რო ვთქვა რა ცილის რაღაც n რაოდენობა ორგანიზმში აი სპორტსმენის ორგანიზმში n რაოდენობა და მე თუ ამას საკვებით ვიღებ და ვაკომპენსირებ ხო და ამ დროს კიდე საკვებ დანამატს ვიღებ განსაკუთრებით მაშინ როდესაც მე უკვე გარდატახის ასაკში ვარ და 17-18 წლის სპორტსმენი ვარ ეს აწავა ეს ხო ეს ზედმეტი პროტეინი პირდაპირ გადავა ცხიმში კუმულირდება ცხიმში ამასთან დაკავშირებით მე ამ ბადაღებული თემა პირდაპირ ვიტყვი და მეც პროტეინებს ვიღებდი და კი ბატონო მაგრამ დღეს ფეხბურთში არის მართლა ბადაღებული თემა არის ეს ცხიმების ხო მაგრამ აქ ქვენახი გაგრძელებასავით გავაკეთებ ანუ რატო აღნიშნე ზოგიერთი საკვები დანამატი რომელიც არ არის შესაბამისად ლაბორატორიულად შემოწმებული და გავლილი რაღაც კონკრეტულ ფილტრში შეიცავს აკრძალულ მედიკამენტებს რომლებიც პირდაპირ დოპინგის ამბავ ასე თქვა და არც აწერია არ უღებს მოდი ესე ვთქვა ანტიდოპინგურ იმას და შემდგომ ამისა უკვე ახმაურებული შემთხვევა იყო გერმანიაში როდესაც აფთიაქში და სუპერმარკეტში იყიდა C ვიტამინი იყიდა C ვიტამინი და ნუ შეიცავდა ეფედრინს მე რომელიც არ ეწერა და დათო ერთი კითხვა რა ეკრძალებათ ფეხბურთელებს ოი აი რა თამაშის წინ რისი გაკეთება არ შეიძლება სხვათა შორის ბევრი მითია რომ არ შეიძლება თურმე სექსუალური ცხოვრებით დაკავდე რა შენი რეკომენდაცია რა სწორად თქვი რომ ნუ ჩემი აზრით მითია ჩემი აზრით მითია იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები ვიცი რომელიც პირდაპირ ამბობს რომ არ შემიძლია ამის გარეშე თამაშის წინ საინტერესოა კი მაგალითად ჩემთვის ყველა დროის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და თავდასხმელი ბრაზილიელი კი რონალდო რო იყო მაგას პირდაპირ აქვს ნათქვამი რომ რას ლაპარაკობ კარგად აქვს დაცდილი მაგას კარგად აქვს დაცდილი ვერ გოლებს აგდენს ხო არა მარტო ფეხბურთში არა ბევრ სხვა სპორტში ხო და იმ დღეს არ ქონდა სექსი ჯვარედინა რო გაიწყო ის ახალი დათო მაგაზეც რა ევროპის ჩემპიონატი აუ ერთ ცხიმზე ვიტყვი რა კი ბატონო იმიტომ რომ ძალიან ისეთი თემაა ნახე სულ მაქვს კამათი ამ წვრთნელებთან იმასთან დაკავშირებით რომ აი მაგალითად ესეთი ცოტა კურიოზული მომენტია წარმოგიდგენთ ჩვენ ხო ვიღებთ ცხიმებს ამ დავუშვათ კალიპერით ისთან დასასწორით და ასე შემდეგ და დავუშვათ ავიღე ხამე კალიპერით ეს ცხიმი ხო ავიღე ბიცეპსზე ავიღე ტრიცეპსზე მე ბეჭზე ავიღე მე შუახაზე ავიღე ფერდი მუცელი ბარზაყი ავიღე ეს მომენტი მე ხოლმე ფორმულაში ჯდება და მე გამოდის ცხიმი და მე ზოგიერთი ძალიან აი ისეთი მწვრთნელი რო არის ძალიან გვეუბნება რომ აი მაჩვენეთ აბა შედეგები და აი ხო ნახავენ და დავუშვათ ნახეს რომ ბიცეპსი არის დავუშვათ უხეშად 3 აქ არის 6 და აქ არის მე 12 აჰა ესე იგი შენ ეხლა უნდა მაშინ ისეთი დიეტა და ვარჯიშები დაუბნეს რომ აქ კარგია აი ეგ რო დაიკლოს და ვეუბნები რომ აი წარმოგიდგენიათ რომ ეხლა ისეთი რამე არსებობს მარტო მუცელზე დაიკლო და სხვაგან არა ვარჯიშები და დიეტა ხო და აი ამაზე გვაქვს მოკლედ არ იქნება ისე რომ არ შევეხო ორი სიტყვით ევროპის ჩემპიონატს თვითონ უშუალოდ იმ ემოციებს რაღაცა თუნდაც იგივე შიდა სამზარეულოს რა სულისკვეთება იყო იქ გვახსოვს ძალიან კარგად ეხლა მე თქვენი წყალობით პორტუგალიის თამაშზე ვიყავი გერმანიაში და ჩვენი წყალობით რატო ბილეთები ბილეთების წყალობით რატო ვიძახი ნახე აი თვითონ იქ შიგნით ეს უკვე მერე მჟღავნდება ხოლმე პოსტფაქტუმ თუნდაც იგივე გიორგი გველესიანის ის იუმორისტული ჩანართი რაც ქონდა დაფაზე მიწერილი და ასე შემდეგ ხო და ისე თქვა მინდა იცი ანუ იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი რომ არ მახსოვს ბევრს აქვს ხოთა შორის ეგრე აი იმდენად ემოციურად ვიყავი ჯერ ერთი ასე ვიჯექი აი ნახივრად ან ჰაერში ვიყავი მე წარმოიდგინე ის ტიპები რო არიან ხო ძეგლები ესე რა აი ეგრე ვიყავი და არ მახსოვს კი ბევრს აქვს ეგ შეგრძნება რომ აი სად ვიყავი რაღაც ალისასაოცრებათა ქვეყანაში რო ხო იცი ხო და აი რო დამთავრდა მე რაღაცა აი დაღლილი და აი რაღაც მე მანქანით ხო აი როგორ ეგეთი განწყობა იყო გარეთ რა აი საინტერესო შიგნით ეგ დაიწყო
მაგ პლეიოფებიდან უკვე აი ლუქსემბურგის წინ და ლუქსემბურგი მერე საბერძნეთი და იქ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ეგეთი ემოცია და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს არ შეუძლია ერის ისე გაერთიანება, როგორც ეს გააკეთა ფეხბურთს, მაგრამ ესეთი გახარებული ხალხი მე მახსოვს, მამაჩემი სიტყვები მახსოვს, რომ ესეთი გახარებული ხალხი ბოლოს იყო აი ხო, 91 არა, მე 91-ის მერე იყო დამოუკიდებლო რო გამოვაცხადა, ზოგადად გამსახურდია, ხო, აი ეგეთი აღტკინება და ეგეთი და თამაშის მერე შენ არ მოგიწია სავარაუდოდ მაგის ნახვა. ფეხით გამივდიოდი და მანქანებით დადიოდნენ და სიგნალები ხ წარმოიდგე გერმანიაში. ხო, წარმოიდგინე გერმანიაში. და დროშების აი რომ ვიხარ რაღაცა ეს ჩებოდნენ და იქ თვითონ სადაც ვიყავით ჩვენ განთავსებული იქ დღე და ღამე წარმოიდგინე სასტუმროს დღე და ღამე სასტუმროს წინ იდგა ხალხი რომელიც ქართველები ხო თავისთავად და გერმანელებიც ადგილობრივებიც რომ აი დღე ითხოვდნენ რომ აი ფეხბურთელი ეგ ყველაფერი გათვალისწინებულია და იმიტომ რომ ფეხბურთელი პრეზიდენტი ყავს შენ ვერ ხვდები მაგას სხვათა კი ბატონო სხვათა შორის ერთი ძალიან კურიოზული მომენტი იყო მანდ რომ აი პორტუგალიასთან ვიყავიო ხო თქვი და პორტუგალიას ხო მოუგეთი ხო წარმოიდგინე რა მოხდა ხო არ მახსოვს გეუბნები მე ხო და ისე ავტობუსით მე რომ მოდიოდით გზაში ერთმანეთს აი ხა რომ გაგვეღვიძოს რა ვქნათ და რა გავაკეთოთ ხო მართლა ეგეთი იყო და ის ამ ზუსტად ამ ემოციით იმედით მივედით სასტუმროში მოკლედ და სასტუმროში მოვიდა მერაბ დვალიშვილი ჩვენი საამაყო, ესე იგი UFC-ის მებრძოლი, ჩვენი ჩემპიონი ადამიანი და მოვიდა მერაბ დვალიშვილი და მერაბ და მოკლედ მთელი გუნდი გადაეხვია და რა ფოტოები ასე შენ და ერთი სტაფის წევრი ყავს შენ, ერთი მაგარი კაცია ძალიან და დაინახა და ვაიმეო როგორ მინდაო თქვა მე რა ბედნიერი ვარ თუ თქვენ რო გაგიცანით შეიძლება თქვენთან ფოტო დედაჩემის თოფურიაო და ჩემი სტოპურია ილიაში გეტი მომენტი დიდი მადლობა მინდა მოუხადო დათოს ჩვენთან მობრძანებისთვის ესე მხიარულ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი პირველი პოდკასტი. მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო თემები რაღაც პატარა ანონს გავაკეთებ თავისი საინტერესო სტუმრებით გვეყოლებიან. ამას ერთგვარი რაღაც სერიული ხასიათი მიეცემა, რომელიც ძალიან ინფორმატიული იქნება ხასო ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით პირველ რიგში უბრალოდ სამედიცინო თვალსაზრისით და შემდგომ ამისა უკვე ასე ვთქვათ პირადი გამოცდილების და ესეთი თუნდაც ეგეთი იუმორისტული ჩანართებითაც. მადლობა დათო შენ, წარმატებები დინამო თბილისის, წარმატებები საქართველოს ნაკრებს. გაიხარეთ და ძალიან და დიდი წარმატება ორი ექიმის პოდკასტს. მადლობა, დიდი მადლობა. ჯიგრები ხართ, კაი ხალხი ხართ. გაიხარეთ.